და მაყურებელს ვეტყვი, რომ ასევე ქართული კინოს კიდევ ერთ მშვენებაზე უნდა გიამბოთ. ახლა 87 წლის წინ 1938 წლის 1 აპრილს ქართველი მსახიობი, განუმეორებელი ბელა მირიანაშვილი დაიბადა. უდიპლომო სასიძო, დღე პირველი, დღე უკანასკნელი, საბუდარელი ჭაბუკი, ეს იმ ფილმების მოგეხსენებათ არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობმა ძალიან დასამახსოვრებელი პერსონაჟები შექმნა. მან იმდენად მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ თეატრსა და კინოზე, ძნელად თუ დაიჯერებთ, რომ სულ რაღაც 8 ფილმში მიიღო მან მონაწილეობა და ამ 8 ფილმში გამოჩნდა და სცენაზე მხოლოდ 9 წელი გაატარა. ჯერ კიდევ ის გახლდათ მეოთხე კურსის სტუდენტი, როდესაც რუსთაველის თეატრის სცენაზე მთავარი როლის შესასრულებლად მიიწვიეს ლეგენდარულ სპექტაკლში, როცა ასეთი სიყვარულია და მას შემდეგ მირიანაშვილმა სასცენო მოღვაწეობის ძალიან მცირე დროის განმავლობაში რუსთაველის თეატრში ათობით საინტერესო სახე შექმნა. მეორე კურსზე სწავლობდა, როდესაც რეჟისორმა შოთა მანაგაძემ თებროლეს როლზე დაამტკიცა ის ფილმში საბუდარელი ჭაბუკი, რომელსაც დღემდე ძალიან დიდი ინტერესით უყურებს სხვადასხვა თაობის ქართველი მაყურებელი და ჩემთვის გამორჩეულად საყვარელი კინოსურათია. ლეგენდად დარჩა ასევე მსახიობების ბელა მირიანაშვილისა და კახი კავსაძის სიყვარულის ისტორია. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვიამბია თქვენთვის. მსახიობებისთვის სამწუხაროდ საბედისწერო აღმოჩნდა სპექტაკლი, რომელიც მაღალი ტემპერატურით ითამაშა. მან მძიმე დიაგნოზმა მას გადაადგილება შეუზღუდა მოგეხსენებათ, თუმცა მის გვერდით ყოველთვის იდგა უკეთილშობილესი რაინდი, ვინ თუ არა კახი კავსაძე. კი ბატონო. რომელთან ერთადაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბელას არც ერთი დაბრკოლების არ შეშინებია. კახი კავსაძე ასეთ სიტყვებს წერს მასზე. წლების განმავლობაში ისე ვიცხოვრეთ, თითქოს ავად არც ყოფილა. ჩვენ ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მახსოვს დონ კიხოტის როლზე უარისქმა მინდოდა, ბელამ კი მითხრა, ჩემთვის ძნელი იქნება უშენოდ, მაგრამ უარს ნუ იტყვი ამ როლზე. კახი კავსაძე მარტო არსად დადიოდა, ბელა ხელით მიყავდა მანქანამდე, ჩასვამდა და ესე ერთად სტუმრობდნენ ხოლმე მეგობრებს, ნაცნობებს, საყვარელ რუსთაველის თეატრს და როგორც რეჟისორი მიხეილ ჭიაურველი იხსენებს ბრაზილიაში კინოგადაღებაზე ყოფნისას, მან შეამჩნია, რომ კახი ჯგუფის წევრებისგან განსხვავებით ხელფას ყოველდღიურად არ იღებდა ხოლმე, არც სამოსყიდულობდა, რესტორანშიც არ დადიოდა და გადაღებების ბოლო დღეს მან თანხა ერთიანად მოითხოვა და ფილმის რეჟისორს აფთიაქში გაყოლად სთხოვა. აღმოჩნდა, რომ რიო დე ჟანეიროში მოგზაურობისას კახი კავსაძე ბელა მირიანაშვილის წამლისთვის აგროვებდა ფულს. ეს არის მართლა ძალიან სენსიტიური ისტორია, ფრაგმენტი მათი სიყვარულის ამბიდან. და ასეთი იყო მათი სიყვარულის ამბავი, რომელზე ისტორიებსაც დღემდე არაერთი ადამიანი ყვება და ასე იქნება მე დარწმუნებული ვარ სამუდამოდ. თავად ავადმყოფობის შესახებ კი ბელა მირიანაშვილი წერდა ასეთ რამეს. მე ვიცოდი, რომ სცენაზე ვეღარ დავბრუნდებოდი და ამიტომ უფრო დიდი ზეამოცანა დავისახე მიზნად, რაც შეიძლება მაგრად დავხვედროდი ავადმყოფობას, რაც შეიძლება შორს გადამეწია მოსაოდნელი დასასრული, რომ ჩემი ოჯახისთვის დიდი ტრამვა არ მიმეყენებინა და მგონებებს შევძელი კიდეც, ალბათ სიყვარულმა შემაძლებინა. თუმცა თავს არაფრით ვიიმედებ, ვიცი რომ წინ კიდევ უფრო რთული პერიოდი მომელის და აქვე გეტყვით იმასაც, რომ მირიანაშვილის გამორჩეული თვისება სხვა ღირსებებთან ერთად იყო სიბრძნეც. რუსთაველის თეატრის არაერთი გამორჩეული მსახიობი რჩევისთვის მასთან სწორედ აი ამ აბადობის პერიოდში მიდიოდა ხოლმე. ყველა მიცოდა, რომ მირიანაშვილის ინტელექტი და საოცარი ინტუიცია არასდროს შეცდებოდა. ბევრმა ადამიანმა არც ის იცის, რომ ბელა 1972 წლიდან რუსთაველის აკადემიურ თეატრში რეჟისორ რობერტ სტურუას ასისტენტად მუშაობდა. მან არაერთი საეტაპო სპექტაკლის განვითარებაში შეიტანა თავისი წვლილი და არაერთ ქართველ მსახიობს დაეხმარა როლის ასევე უკეთ შესრულებაში. ბელა მირიანაშვილი უძლიერეს ქალად, ნამდვილად ხმამაღლა შეიძლება ითქვას, დარჩება ქართული თეატრისა და კინოს ისტორიას. ქართული მშვენების სიმბოლო 1992 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა და მართლაც გამორჩეული პერსონაჟი იყო და შეგვიძლია მოვყვეთ, იმიტომ რომ როგორც მათი პირადი ცხოვრება და მათი სიყვარული იყო, არის დღეს ჩვენთვის მაგალითი, როგორი ურთიერთპატივისცემა და დიდი სიყვარული ჰქონდათ, ასევე მაგალითია მათი პროფესიონალიზმი და მათი ცუდად ყოფნის მიუხედავად ის მუშაობდა ასისტენტად რობერტ სტურუასთან და არაერთი ადამიანი წარმოედგინა რჩევისთვის აკითხავდა. სულ როლი, აი ეს იყო ჩემთვის გასაოცარი, რატომღაც მეგონა რომ გაცილებით უფრო მეტ ფილმში თამაშობდა. ასე წარმომედგინა მეც, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სულ რაღაც 8 როლი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანმა თავისი კვალი ნამდვილად სამუდამოდ დატოვა. მოდი